ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი დადგენილება უკვე ძალაშია შესული და შესაბამისად დღეიდან უკვე აბასთუმნის თავზე შეზღუდვები არის ამოქმედებული და აბასთუმნის ცა 52 კილომეტრი დიამეტრით არის უკვე შეზღუდული და აქ საერთაშორისო რეისები ვერ გადაიფრენენ, გამონაკლისები შეტანილია თავად დადგენილებაში და ვიცით ის რომ ფრენა აბასთუმნის თავზე შეუძლიათ იმ საფრენ-აპარატებს, რომლებიც უშუალოდ აბასთუმანში უნდა დაეშვანან, აბასთუმნიდან აფრინდნენ. ეს არის მოცემულობა, რომელიც დღის მდგომარეობით არსებობს, თუმცა ქართული ოცნება მაინც ტყუილში ადანაშაულებდა დღეს TV1-ს დასმული კითხვების შემდეგ. რადიო თავისუფლება მოამზადა ვრცელი ჟურნალისტური გამოძიება იმის შესახებ, თუ რას უკავშირდება რეალურად აბასთუმნის საზე შეზღუდვების დაწესება და ცის ჩაკეტვა. ეს არის ობსერვატორიის მოთხოვნა, თუ ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესი. მკვლევარები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ ყველა ფაქტი, რომელიც დაგროვდა ბიძინა ივანიშვილის და აბასთუმნის კავშირების შესახებ, აჩვენებს იმას, რომ ივანიშვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აბასთუმანში განსაკუთრებული კომფორტის შექმნა და სწორედ ამის ნაწილად განიხილავენ მკვლევარები ცის ჩაკეტვასაც და ფიქრობენ, რომ ეს არის პირადი გადაწყვეტილება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მიიღო, მაგრამ მთავრობამ აღასრულა. ივანიშვილის ახირებიდან გამომდინარე აბასთუმნის ცის ჩაკეტვა მორიგჯერზე ადასტურებს, რომ ივანიშვილს მიტაცებული აქვს როგორც ხელისუფლება, ასევე ფიზიკური გაგებითაც ეს ქვეყანა და მთლიანი საქართველო თავისად მიაჩნია შეუძლებელია და დაცინვა საზოგადოების ვამტკიცოთ, რომ ობსერვატორიის საჭიროებისთვის იკეტება ცა, იმიტომ რომ ეს ობსერვატორია 10 წლეულებია იქ არსებობს და არასდროს იქ ასე ვთქვათ საჰაერო ტრასის არსებობას ხელი არ შეუშლია იმ სამეცნიერო კვლევებისთვის, სანამ რეჟიმი არ შეიცვლება. თითოეულ ჩვენგანს უნდა ახსოვდეს და საზოგადოებას ახსოვდეს, რომ ივანიშვილის სათამაშოა ეს ქვეყანა თითოეული იმ ადამიანით, რომელიც სამწუხაროდ აქ ცხოვრობს. ბიძინა ივანიშვილს აბასთუმანთან დაკავშირებით ძალიან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. მან რეალურად მთელი სახელმწიფო მანქანა და მთელი ბიუჯეტი მომართა იმისკენ, რომ მოეწყო ახალი რეზიდენცია აბასთუმანში, არანაირი რეალური მიზეზი და დასაბუთება არ აქვს ამ ტიპის აკრძალვას, ანუ სრულ აკრძალვას ფრენებზე აბასთუმანის თავზე. ამიტომ შეიძლება მკაფიოდ ითქვას, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება და მიტაცებული სახელმწიფოს გამოყენება ამ პირადი გადაწყვეტილების აღსასრულებლად, რაც როგორც ჩანს, საკმაოდ სოლიდურ ფინანსურ ზიანს მოუტანს სახელმწიფოს, რადგან ამ საერთაშორისო ტრასების გადათამაშებით შეიძლება ქვეყანამ დაკარგოს ის შემოსავალი, რაც ამ ტრასებიდან შემოდიოდა. განათლების სამინისტროს ესე იგი ბალანსზე არსებული ობსერვატორია რა ფურცელს გამოაქვეყნებს თუ გააგზავნის, ხო, ეს არის მხოლოდ ფურცელი სამწუხაროდ და რეალური ინტერესები ყველასთვის აშკარაა. ბიძინა ივანიშვილისგან პასუხების მოსმენა რთულია და ფაქტობრივად შეუძლებელიც კი, ამიტომ ქართულ ოცნებას ვკითხეთ იმის შესახებ, თუ რატომ გადაწყვიტეს აბასთუმნის თავზე ცის ჩაკეტვა და არის თუ არა ეს პირადად ბიძინა ივანიშვილის სურვილი და გადაწყვეტილება. ივანიშვილის გუნდის წევრები ამტკიცებენ, რომ ის არაფერ შუაშია და ეს დადგენილება ძალაში მხოლოდ ჰაერის გასუფთავების გამო შევიდა, რადგან ეს იყო ობსერვატორიის მოთხოვნა. მართლაც არსებობს ობსერვატორიის წერილი, რომელშიც ითხოვს ობსერვატორიის ხელმძღვანელი იმას, რომ ჰაერი უნდა გასუფთავდეს და მეცნიერული დაკვირვებისთვის სჭირდებათ ეს ყველაფერი, თუმცა მკვლევარებს არ სჯერათ ამ ვერსიის, მით უმეტეს, რომ ობსერვატორია არის განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში და მიტაცებული სახელმწიფოს პირობებში მარტივად იყო შესაძლებელი მათი შუამავლობა და გამოყენებაც, ეს არის პოზიცია, რომელსაც ვისმენთ მკვლევარებისგან. ქართული ოცნება კი კითხვებზე პასუხად თავდასხმის რეჟიმშია და ამტკიცებს, რომ ფრენა აბასთუმანში არა მარტო ბიძინა ივანიშვილს შეუძლია, არამედ სხვასაც თუ აბასთუმანში ჩასვლა მოუნდება.
ეუბნებით, რაც არის სიმართლე და რეალობა მეცნიერების მოთხოვნით, ვინც კონკრეტულად ობსერვატორიაში მუშაობს, ვინც ახორციელებს დაკვირვებებს, წერილით ოფიციალურად მიმართეს საქართველოს მთავრობას და იქნა გადაწყვეტილება მიღებული. პრობლემა რა არის ამაში? რომ დაკორექტირდა თვითმფრინავების მოძრაობის ხაზი. პრობლემა რა არის ამაში? 1932 წლიდან 1990 წლამდე აბასთუმნის ცა იყო ასევე ჩაკეტილი და იყო აკრძალული ყველანაირი ფრენები. შესაბამისად, ეს არის ჩვეულებრივი სტანდარტი იმისთვის, რომ იმუშაოს ობსერვატორია, არა მარტო ივანიშვილი, არ ვიცი, სხვა ადამიანსაც რომ კონდეს სურვილი ვერტფრენით ჩაფრენის, ვერტფრენით ჩაფრინდება. აბასთუმნის თავზე 52 კილომეტრის დიამეტრით ცის ჩაკეტვის შემდეგ საჰაერო ტრასები შეიცვლება. ზუსტად ამ საჰაერო სივრცეში არის რამდენიმე საჰაერო ტრასა, რომელიც აქტიურად გამოიყენებოდა აქამდე საერთაშორისო რეისებისთვის და იყო ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი. რას გამოიწვევს შედეგად ახალი ცვლილებები და ეს შეზღუდვა? მკვლევარები და ის ადამიანები, ვინც ავიაციაზე მუშაობენ, ამბობენ, რომ ავიაკომპანიებისთვის დაბრკოლებების შექმნამ შესაძლოა საერთოდ გამოიწვიოს ის, რომ მათ აღარ გამოიყენონ საქართველოს საჰაერო სივრცე, რაც ნიშნავს ბიუჯეტისთვის ძალიან დიდ ფინანსურ დანაკარგსაც.